შუა დღემშვიდობისა მოგესალმებით, ეს სადილის დროა, მე კი მისი წამყვანი ვახო კანდელაკი გახლავართ. დღეს 40 წუთის განმავლობაში მე და თქვენ ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ვესაუბრებით და საინტერესო რეცეპტებს გავაცნობთ. Რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სტუმარის თანხლების იქნება, მანამდე კი აუცილებლად უნდა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც სალომე მოგვიზადა და რომელიც კარტოფილს ეხება. Დაწვრილებით გავიგოთ სალომესგან, თუ როგორ შეიძლება რომ ავარჩიოთ კარტოფილი, თუ როგორ შეიძლება ის შემდეგ უკვე მოვამზადოთ, ამაზე მე გესაუბრებით, ასე რომ რეკლამაში ვუყუროთ, შემდეგ დაგიბრუნდებით სტუმართან ერთად და მოვამზადეთ უგემრიელეს კერძს და სულ ცოტა ხნით იტალიაში გადავინაცვლებთ, ასე რომ დაგველოდეთ. კარტოფილი გათლის შემდეგ წყალში დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ. ამ დროს პროდუქტი მინერალების დიდ ნაწილს კარგავს. მაგრამ სანამ კარტოფილის თვისებებზე და საქართველოში წარმოებულ უვირუსო პროდუქტზე ვისაუბრებთ, შეგვიძლია დაგამშვიდოთ. ქართულ კარტოფილში პესტიციდების და ნიტრატების რაოდენობა და საშვებ ზღვარს არ ცდება. მონიტორინგის კუთხით, მონიტორინგის მექანიზმით ხდება ნიმუშების აღება სამხმარებლო ბაზარზე და ეს სამხმარებლო ბაზარი მოიცავს როგორც აგრარულ ბაზრებს, ასევე მარკეტებს, სუპერმარკეტებს და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდულობით, როგორც აღნიშნე, ხდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა. კარტოფილის შემთხვევაში ეს გახლავთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქიმიური კონტამინაცია, ეს გახლავთ პესტიციდების, ნარჩენი ნივთიერებების კონტროლი, ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის რადიონუკლიდების, მძიმე მეტალების ლაბორატორიული კვლევა და ასე შემდეგ. მე შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე სახის განსაკუთრებული სახის გარღვევა ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოში არ ქონია. რაც შეეხება ქართული კარტოფილის ელიტური ჯიშის სათესლე მასალას, პროექტზე მუშაობა რამდენიმე ხნის წინ დაიწყო და ახლა 5 წლიან ციკლს გადის, რომლის შემდეგაც უმაღლესი ხარისხის მასალის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ ლაბორატორიაში გამოყვანილი და უვირუსო გენომოდიფიცირებულს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს. თქვენ იმყოფებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში, სადაც მიმდინარეობს კარტოფილის უვირუსო სათესლე მასალის წარმოება. ეს გახლავთ ინვიტრო ლაბორატორია, სადაც გამოყვავს სხვადასხვა ჯიშები. სანერგე მასალა მოწოდებული იქნა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან, ხოლო ამ ლაბორატორიაში ვახდენთ მათ გამრავლებას და შემდგომ ღია გრუნტში გამოცდას. ვირუსო კარტოფილი ნიშნავს იმას, რომ ეს არის ესე იგი გამძლე, როგორც ვირუსული დაავადებების მე, ისე მავნებელ დაავადებების მიმართ და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით დავაკმაყოფილოთ ვირუსო კარტოფილის მეთესლეობაზე მოთხოვნილება, არა მარტო საქართველოს, არამედ გავიდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი. ლაბორატორიაში მუშაობის შემდეგ კარტოფილის ნერგი გრუნტში გადადის, მაგრამ ეს პროცესის დასასრულს სულაც არ ნიშნავს. ჩვენ ხედავთ, ეს არის მესხური წითელი. ეს არის ადგილობრივი ჩვენს მიერ გასავრცელებლად დაშვებული ჯიში. ეს მესხური წითელი, ეს სხვა ჯიშებისაგან განსხვავდება, რომ ეს არის გვალვაგამძლე, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირების მაღალი უნარი აქვს, გვალვაგამძლეობა, მაღალმოსავლიანია, კარგი გემური თვისებებით ხასიათდება ასევე. თუ კარტოფილს დიდი ხნის განმავლობაში ინახავთ, კარგად დააკვირდით, პროდუქტმა წანაზარდები ხომ არ გაიკეთა ან გამწვანდა. ამ შემთხვევაში მასში ნივთიერება სოლანინი დაგროვდა, რასაც შეუძლია თავბრუსხვევა, ნერვული სისტემის აშლილობა და უამრავი სხვა უსიამოვნო სიმპტომი გამოიწვიოს, რაც მოწამვლის ნიშანია. თუ გამწვანებული კარტოფილის ჭამას მაინც გადაწყვეტ, კანი რაც შეიძლება სქლად მოაჭერით. მომწამლავი ნივთიერება სწორედ მის ქვეშ გროვდება. დავბრუნდით ეთერში და ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ანა ბენაშვილი, ანანო ბენაშვილი, რომელიც არის კოინკაზას წარმომადგენელი საქართველოში და ძალიან დიდი მადლობა ანას რომ გვესტუმრეთ. მაყურებლისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს რატომ და რისთვის, მაგრამ მე ავხსნი დეტალურად გადაცემის მსვლელობის დროს რატომ მოვიწვიეთ ანანო დღეს ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი გელით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო კოინკაზასგან მე როგორც მაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის კოინკაზა სიურპრიზებით გვანებებს ყველას, ასე მოხდება დღესაც. და დღეს მოგიმზადეთ იტალიელების და ჩემი საყვარელი კერძი ნიოკი, რომელსაც აი ყოველთვის მივირთმევ, როდესაც ვხვდები იტალიაში, ისე არ ვტოვებ იქაურობას. კი ბატონო, ძალიან საინტერესო კერძია. მარტივად ერთი შეხედეთ, მარტივად მოსამზადებელი, მაგრამ რაღაცა
პერიოდი უნდა დავიცვათ აუცილებლად თერმული დამუშავების, რომ გამოგვიგდეს მიოკი ისეთი, როგორც მაგათ შეგიძლიათ მიირთვათ იტალიაში. ასე რომ დღეს ჩვენ შევეცდებით, რომ მსგავსი კერძი გავაკეთოთ. მიოკის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და სხვადასხვა ვარიაციები, ასე ვთქვათ, соуსთან დაკავშირებით. თქვენ რომელ соуს ჩვენ დღეს საერთოდ 4 ყოლის соусით მიყვარს მე, მაგრამ ამ შემთხვევაში პესტოთი და მე საიდუმლო მაქვს პესტო შენი ასე თქვა შენ წარადგინე და მე წარვადგენ რიზოსტო соус, რომელიც მზადდება ნაღებით და სოკოთი, რომელიც შეგიძლიათ სუპერმარკეტ ჯორჯიტაში შეიძინოთ, რომელიც ასევე ჩვენი მეგობარია, დღეს ჩვენი მეგობარია წარმოადგენელი და რომელიც ისაუბრებს ძალიან საინტერესო კომპანიის შესახებ, რომელიც წლები უკვე საქართველოშია. კი, 3 წელია უკვე საქართველოშია კოინკაზე. ასევე წლებია ჯორჯიტა ჩვენი მეგობარი და ზრუნავს იმაზე, რომ მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი და რა თქმა უნდა მისაღებ ფასებში, ასევე დიკა კომპანია, რომელიც გვაწვდის ჭურჭელს და ამიერკავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ამ კუთხით, ან ჭურჭლის წარმოებით და დისტრიბუციით და საოჯახო ტექნიკის და რა თქმა უნდა მათ ძალიან დიდი მადლობა. და რა თქმა უნდა თქვენი ახალი დამაგებრებული ადამიანი ანანო, რომელიც დღეს აი ცარიელი არის მაგიდა. მაყურებელი ალბათ აღნიშნავს, რომ რატო არის ცარიელი მაგიდა, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა დევს ჩვენს მაგიდაზე, ასე რომ დღეს მხოლოდ გადასაფარებით არ შემოვიფარგლებით, ანანო აქ ძალიან საინტერესო რამებს ჩაიდენს. რა თქმა უნდა, დღეს შემოგთავაზებთ საახალწლო რომანტიულ სუფრას. გასაგებია. რომანტიული სუფრა შეიძლება იყოს 2-ზეც და 4-ზეც, ასე რომ ყველანაირ ვარიანტში გავაკეთებთ ჩვენ სადღესასწაულო სუფრას. სიახლეებთან დაკავშირებით მაინტერესებს, რაიმე ახალი გეგმები ხო არა გაქვთ? მე ვიცით რომ ქსელი გააფართოვეთ, ხო? კი, ჩვენ გავაფართოვეთ ქსელი, ანუ ქონდა მაღაზია მხოლოდ ალექსანდრე ყაზბეგის 24 ნომერში, ეს არის აქსის შოპინგ ცენტრი და ერთი წელია რაც გავხსენით რუსთაველში, მერანი მოლი, რუსთაველის 52 ნომერში. და ერთს ვიტყვი, რომ მომხმარებელმა არ იცის, რომ გრიბოედოვის მხრიდან აქვს ავტოსადგომი ამ ცენტრს და საინტერესო ინფორმაცია. ხო, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გონიათ, რომ ადგილი მანქანის გაჩერება შეუძლებელია, თუმცა ეს არის შესაძლებელი, მობრძანდით გააჩერეთ მანქანაში. ანუ მაყურებელს დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაციას, იგი ფოსტის შენობა რომ იყო, მის პირდაპირ არის და გრიბოედოვის ქუჩა კი არის აკადემიის ქუჩას რო ეძახიან, აკადემიის ქუჩიდან უკანა მხარეს არის ზუსტად ის პარკირება, რომელზეც შეგიძლიათ მიბრძანდეთ მანქანით, გააჩეროთ და ჩახვიდეთ კოინკაზაში, ანუ შეხვიდეთ კოინკაზაში და შეარჩიოთ თქვენი ოჯახისთვის ძალიან საინტერესო ნივთები, რომელიც სულ ცოტა ხანში ჩვენს მაგიდაზეც მოთავსდება და მე მგონი ძალიან საინტერესო. სულ მცირე ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ აქ მხოლოდ ჭურჭლით შემოვიფარგლებით, ისე გვაქვს ყველაფერი. ყველაფერი, აბსოლუტურად. რაც სლოგანია თქვენი, ყველაფერი რაც სახლისთვის. ყველაფერი სახლისთვის. კი ბატონო. ნუ რაც ამოვაგდოთ, ყველაფერი სახლისთვის. ანანო, მოდი ესე ვქნათ. მე რეცეპტს გავაცნობ მაყურებელს და შენ გადაინაცვლე მაგიდასთან და უკვე დავიწყოთ, რომ დრო რომ მოვიდოთ, ხო? ანუ კარტოფილი უკვე მოსამზადებლად არის, მოხარშული კანგაცლი, რა თქმა უნდა, წყალი როგორც კი ადუღდება, შეგვიძლია დავუმატოთ მარილი და შემდეგ უკვე მოვათავსოთ კარტოფილი, რომ კარგად მოიხარშოს, ამ დაგჭირდება კვერცხი, დაგჭირდება ქვილი, პარმეზანი და соуსთან დაკავშირებით ანანო აღნიშნა, რომ соуსი მე 4 ყველით მიყვარსო, მაგრამ შეგიძლიათ რომ ნებისმიერი соуსი გამოიყენოთ ამ შემთხვევაში, შეგვიძლია როგორც მე რიზოტოსი აღნიშნე, ესტუმრეთ სუპერმარკეტ ჯორჯიტას და იქ შეიძენთ უპრობლემოდ ძალიან მარტივად და რა თქმა უნდა ხარისხიან პროდუქტს. ასევე პესტო соуსი, რომელიც ანანოს იდეა იყო, რომ პესტო соуსის დაგვემატებინა, რომ ასე რომ ძალიან ქაოსური კერძი გვექნება, მაგრამ ძალიან საინტერესო. ანანო რა საინტერესო რაღაც თეფშები ამოიღე. ეს არის იტალიური კომპანია, რომელიც მხოლოდ იტალიურ, ასე ვთქვათ, ბაზარზე რა კომპანიებიც არის მათი დისტრიბუტორია თუ მარტო კოინკაზე არის? ეს არის იტალიური კომპანია კოინი, რომელმაც შექმნა მერე თავისი სახლი კოინკაზა. ანუ ის აწარმოებს თავისთვის ამ პროდუქტს, ეს ყველაფერს. თავისთვის ჩვენთვისაც. ჩვენთვისაც თელს ევროპაში. ძალიან ცნობილი ბრენდია. ეს რომელ ქალაქში არის ეს თვითონ წარმოება? თვითონ საოფისი არის ვენეციასთან მე იდეა მაქვს. მომავალ წელს, ანუ 2015 წელს, ჩვენ ხო გადაცემაში გვესტუმრეთ და პროდუქციაზე ვსაუბრობთ, რომელიც კოინკაზას მაღაზიებში და მაღაზიათა ქსელში არის მოთავსებული. ქარხანაში რა ხდება, უნდა დავუთვალიეროთ აუცილებლად. ასე რომ 2015 წელს დაუთმოთ დრო, გადავდოთ ჩვენი საქმეები და წავიდეთ იტალიაში, ვენეციაში. დრო დადგა იმისთვის, რომ არ გავერთო მე და ავიონავრო და მოვამზადო კერძი. დაგჭირდება ჯამი,
დაგჭირდება კარტოფილი, რომელიც სულ ცოტა ხანში იქვე მზად იქნება, შემდეგ უკვე ჩავჭყრდავთ კარგად და დავუმატებთ ჯერ კვერცხს, შემდეგ ფქვილს, მერე პარმეზანს ბოლოსკენ და მერე უკვე გადავზელთ კარგად, გავაკეთებთ ესე ძეხვის ფორმის ცომს, დავჭრით და უკვე მარილიან წყალში მოვხარშოთ. ეს არის მიოკი, რომელზედაც ძალიან დიდი ხანია საუბრობენ, რომელს ინსპირაციის საგარი გახდა ანანოსთვის და გადავწყვიტა რომ მოემზადებინა დღევანდელ ჩვენს გადაცემაში. ანანო, თანო ვისაუბროთ ხომ? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინი. როგორ შევხვდებით ახალწელს? ის შემთხვევაში არის რომ ამ ჰოროსკოპს ეს ფერი უხდება და არის ხომ სოციალურ ქსელში დიდი მithმა-მოთქმა ხოლმე როგორ უნდა მოვამზადოთ საახალწლო სუფრა, რა უნდა იდოს სუფრაზე. არის ესეთი ნიუანსი, რომელიც აი დეკორის კუთხით აუცილებლად უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რომ ბუნება გაწყობილობა უფრო მაღლა და მაღლა წავიდეს. ნიუანსი არის მხოლოდ ერთი, რაც შეიძლება მრავალფეროვნებას ხალისე უნდა ბზინავდეს სუფრა და უნდა იყოს სუფრა ისეთი, როგორც სურს თვითონ ანუ ფერები უნდა იყოს ზუსტად შერჩეული. ხო, ფერი უნდა იყოს, აი მე როგორი სუფრაც მინდა, ზუსტად ისეთი უნდა მქონდეს და არ უნდა მოვხდე ჩარჩოებში, რომ დასაგებია. მარტო სურვილი არ არის თავარია, მე როდესაც მივმართავ მაღაზიას, იქ დამხვდეს და კოინკაზაში ეს დახვდება. კოინკაზა გთავაზობთ ძალიან დიდ არჩევანს, დაწყებული კლასიკური თანამედროვე country სტილიც ქართულად. რეტროც მე როგორც ვიცი, რეტრო. ყველაფერი, ანუ ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებს და შეგიძლიათ. ფასები ძალიან მისაღებია, მე როგორც ვიცი. საკმაოდ კი. საკმაოდ მისაღებია და არის ფასდაკლებებიც. კი, გვაქვს აქციები. ეხლა რამოდენიმე აქცია კიდევ იგეგმება. ამ წუთას გვაქვს აქცია ნაძვის ხის შეძენის შემთხვევაში საახალწლო საჩუქრებს, სათამაშოებს მიიღებთ, ნაძვის სათამაშოებს მიიღებთ საჩუქრად ღირებულებს. ძალიან კარგი, ასე რომ თუ ჯერ ნაძვის ხი არ შეგისყიდიათ, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ მიმართოთ კოინკაზას, ეს არის ალექსანდრე ყაზბეგის 24 და რუსთაველის 42, ეს არის პოსტის მოპირდაპირე მხარეს გამომცემლობა მერანი იყო თუ არ ვწდები მანდ. ხო, გამომცემლობა მერანის შენობაში არის ძალიან დიდი საოჯარო ცენტრი და მიმართეთ იქ და აირჩეთ თქვენი ოჯახისთვის სასურველი ნივთები და რა თქმა უნდა ნაძვის ხეზე მოვაყოლე ეს ყველაფერი თავისი სათამაშოები საჩუქრა. ძალიან კარგი. ანუ ვოკალებიც უკვე აღმოჩნდა სუფრაზე. თქმა უნდა. ძალიან ლამაზია რა. აი ეს ოქროსფერი ახლა მოდურია, ასე ვთქვათ. საერთოდ ძირითადად არის ოქროსფერი, ვერცხლისფერი და წითელი. ეს არის ტრადიციული ფერები, რომლებიც მუდმივად არის, უბრალოდ თანამედროვე დეტალების შემოაქვს კოინს, რაც უფრო მე რასაც უყურებ ეს დიდრული გაფორმების გარდა კიდე კოინკაზაში როდესაც მივიდივარ, ყოველთვის ხდება რაც იტალია არის, ხო? ჩემი გადმოსახედიდან იტალია არის დიდი ოჯახი. აი სამზარეულოც როდესაც მე იტალიის სამზარეულოს ვეცნობი, ყოველთვის არის ოჯახური კერძები. აი ფრანგული სამზარეულო მაინც ინდივიდუალურ ოსტატობაზეა აწყობილი და იტალიური სამზარეულო ეს არის ოჯახური ტრადიციების მატარებელი კერძი და როგორც ვატყობ, ჭურჭელიც მსგავსი არის. ანუ ძალიან უბრალო ერთი კუთხით, მაგრამ ძალიან დიდრული ამავდროულად ხარისხის კუთხით. კი, ნამდვილად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ტრადიციებს არ კარგავს იტალია და ანუ საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავის ტრადიციებს. და ყოველთვის აქვთ ის რაღაცა ხიბლი, რომელიც იტალიელებს ყოველთვის დაასდევთ თან გემოვნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა მე რო უყურებ ძალიან გემოვნებით, ანანო ხო გემოვნებით აწყობს და აწყობს, მაგრამ თავარია საშუალებაც აქვს ისი რომ გემოვნებიანად მოაწყოს. კოინკაზას ისეთი თვისება აქვს ერთი მნიშვნელოვანი რომ როდესაც საუბარს იწყებ, ერთვები ისე რომ გავიწყდება დანარჩენი სხვა საქმე. ამას ასევე დამავიწყდა მე ჩემი რეცეპტი და კერძის მომზადება, იმიტომ რომ როგორ სამწუხაროდ ძალიან ცოტა. ამიტომ მე უნდა გადავწურო უკვე კარტოფილი. ეს ნახარში დავამთავრე ჩემი სუფრის. გააწყე უკვე, ვაიმე რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ესე იგი, და დაგიბრუნდები. დამიბრუნდი და დავიწყოთ მომზადება უკვე. ესე იგი, რა მინდა გითხრათ? ეს კარტოფილი კი მოვათავსეთ აქ საწურის მეშვეობით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ბულიონი არ გადავღვაროთ, იმიტომ რომ ამაში შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მოხარშვა იმ მიოკების, რომელსაც ჩვენ ახლა მოვაწევთ. ანუ შეგიძლიათ ეს ჩვეულებრივ წყალზეც მოამზადოთ, მაგრამ მე გირჩევთ რომ იგივე წვენში უფრო არომატული იქნება და უფრო გამჯდარი იქნება, ასე ვთქვათ, კარტოფილს რა თქმა უნდა გემო. ეხლა ამას შენ და მე რომ უნდა დავამგვალოთ ეს. კი, ეს მე ძეხვის ფორმა მივცეთ, თუ გინდა ხო, ჯობია რომ ძეხვის ფორმა მივცეთ და ძეხვის ფორმიდან გამომდინარე მე დავიჭროთ ფორმებად, როგორც ჩვენ გაგვიხარდება. ამ შემთხვევაში კარტოფილი უნდა იყოს ცხელი, რომ მსგავსი მანიპულაცია ჩაატაროთ, იმიტომ რომ ცივ კარტოფილზე უკვე სამწუხაროდ ვეღარ მოხერხდება. ზოგი ამატებს ცხიმს ანამ.
კარაქსაც ამატებს, მაგრამ მე ჯანსაღი კვების მოყვარული ადამიანი და მოსახლეობასაც მოუწოდებ, რომ ბევრი ცხიმის დამატება არ არის საჭირო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კვერცხსაც ვამატებთ, პარმეზანსაც ვამატებთ და ბოლოს ეს ყველაფერი უკვე სოუსშია მოთავსებული. იტალიელებიც ცდილობენ რომ ნაკლებად გამოიყენონ ცხიმი და საკვები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი. აი კვერცხი დავუმატეთ ჩვენ. მოდი, ერთიც დავუმატოთ, იმიტომ რომ კარტოფილი ბევრი გვაქვს, ამიტომ ჩვენ დაახლოებით ახლა 4 ცალი კარტოფილი მოვხარშეთ, 4 ცალი კარტოფილისთვის დაგვჭირდება 2 კვერცხი, დაახლოებით 50-70 გრამი ქვილი, უფრო მიხვდებით თქვენ თვითონ როგორც კი გასკელდება მასა, ესე იგი უკვე მზად არის იმისთვის, რომ დავუმატოთ ქვილი. ძალიან ცხელიც არ უნდა იყოს კარტოფილი, იმიტომ რომ კვერცხი მოგვეხარშება. ამიტომ ვეცადოთ რომ სწრაფად ამოურევოთ და გავაგრილოთ კარტოფილი. აი, ნახეთ ჩვენი მიოკის ფარში თითქმის უკვე მზად არის იმისთვის რომ ქვილი დავუმატოთ, მაგრამ მაინც ცოტა კიდე გადაურიოთ, ამას ხუმალს ცოტა ხანი გამოვხდოთ, რომ აქეთ ჩვენს კი ისე ცხელა. ანუ მომიყევი ხა იმის შესახებ როგორ გაჩნდა საერთოდ იდეა, რომ ეს მსგავსი მაღაზია გაგეკეთებინათ, შეისწავლეთ ბაზარი თუ უბრალოდ ხა ესე იმპროვიზაციით შემოხვედით და იდეა არ ყოფილა ჩემი, მე ეს ყველაფერი დამახვდეს უკვე განზადებული. ადვილია განზადებულზე რაღაცებს კეთება თუ უკვე შექმნილ ბრენდზე მუშაობა თუ აი თქვენ თვითონ როდესაც პროცესში ხართ ჩართული იდეებით, რაღაცებით და თქვენ თვითონ ფიქრობთ, უფრო საინტერესოა ხო? როდესაც ფიქრობ და როდესაც გინდა რომ იყოს საუკეთესო, არაფერი არ არის ალბათ ადვილი ხო? როგორ მიიღო მოსახლეობა? საკმაოდ კარგად ეს რა ხო, ანუ მე ნიუანსი მინდა ერთი გავუკეთო. შე შემთხვევაში მოსახლეობა, როდესაც უყურებს ტელევიზორს და კონკრეტული ბრენდის რეკლამირება მიდის ხოლმე ეთერში, მათ გონიათ, რომ მას დამატებით ჭირდება რეკლამა. და ამიტომ ახდენენ ინვესტიციას. ესე არ არის ქალბატონებო, პირიქით მოსახლეობაზე ზრუნვიდან გამომდინარე და ბრენდის, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გაგებასთან დაკავშირებით ყოველთვის ზრუნავთ ხოლმე. ამ შემთხვევაში ჩემს გადაცემაში და სხვა გადაცემებში კოინკაზას ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის, რომელიც ჩვენი მაყურებელია, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის ცდილობენ ეს კეთილი ადამიანები, რომ თქვენზე იზრუნონ და თქვენ მოგაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია. ხო, კარგი ვიყავი არა, ნო? მადლობა. კარგი, დრო დადგა იმისთვის, რომ ანანო ვისაუბროს კოინკაზაზე, მე კიდე ვისაუბრო ჩვენს და შეეხება როგორ მიიღო მომხმარებელმა ჩვენი პროდუქცია. ხო, მნიშვნელოვანია ძალიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ჩვენთან შეიძლება ყველაფრის შეძენა აბსოლუტურად, რომ სახლის ნებისმიერი პროდუქტი, ნებისმიერ ფასად, ანუ თავიდან იყო თითქოს ის, რომ რაღაცა ცოტა ძვირია. ხო, თუმცა მე მიხვდნენ, რომ ეს არ არის ძვირი, იმიტომ რომ ხარისხი არის მართლაც ძალიან მაღალი. კი ბატონო. და ერთხელ ვინც კი მოსულა, ის ხდება ჩვენი მუდმივი მომხმარებელი. ანუ ერთხელ თუ ესტუმრებით და ნახავთ და გამოცდით ხარისხში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად იქა იყიდოთ იაფად, მაგრამ სახში მიიტანო და 2 დღის მერე გაგიტყდით. მაგრამ დაცული არავინ არ არის, მან თებში ხარისხიდან გამომდინარე. ამ კოინკაზას როდესაც ესტუმრებით და შეიძენთ კონკრეტულ ნივთს, მე გადლოთ გარანტიას, რომ ძალიან დიდხანს გაყვება და შეიძლება იმ ზითვებშიც გაატაროთ. შეიძლება. არა მარტო ჭიქა, ეს არის ტაფა, ავეჯი და ნუ ძალიან თითქმის ყველაფერი და აი ეს მოუთფენლად ელოდებიან ხოლმე განსაკუთრებით საახალწლო ახალ კოლექციას, ხო? ახალ კოლექცია. ჩვენ გვაქვს სეზონური კოლექციები. ანუ ყოველი სეზონის შემოდგომა ზამთარი, ახალი წელი, გაზაფხული, ზაფხული და ყველა სეზონის კოლექციას ელოდებიან მოუთფენლად და განსაკუთრებით ახალ წელს. ახალ წელს ყველა ცდილობს ხოლმე რომ ახალი ნივთით შეხვდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს ჩვენი ფარში გადმოვიტანოთ უკვე ესეთ სამზარეულოს პარკზე და უკვე გავაგრძელოთ აქ მომზადება, იმიტომ რომ ქვილი ჩვენ უნდა დავუმატოთ, კი დავუმატეთ, მაგრამ უნდა შესქელებული იყოს მასა, რომ მივიღოთ სომის ფაქტურა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ესთეტიურად ხშირ შემთხვევაში არ არის ხოლმე მომგებიანი, მაგრამ რა ვქნათ, აუცილებლად არის რაღაცები, რაც აუცილებლად ხელით უნდა გააკეთო. კი, სხვა. ეს ლობიოს თემაა, ის ლობი აუცილებლად ხელით უნდა ჭამოგემო რო გაიგო. მეც მინდა რომ ამაში მონაწილეობა მივიღო და რა თქვენ მონაწილეობას იღებს ძალიან დიდს, რომ აი ესეთი ლამაზი კუთხე მოგვიწყეთ და ყოველ დღიურად ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენი კოლექციიდან თითო ეგზემპლარი ვანახოთ ჩვენს მაყურებელს. დღეს გაგანებივრებთ ეგეთი სუპერი. ძალიან მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს კონდეს ინფორმაცია. სხვათა შორის აი იტალიაში ძალიან პოპულარულია ამისგან გაკეთებული პიცის ცომე.
კი, აი პიცას ცომს აკეთებენ ამისგან, წარმოიდგინე აი ფქვილის მაგივრად რომ დაუმატო მოზელი ფქვილისგან საფუარით ცომს ჩაანაცვლო კარტოფილის და აი ჩვენ რაც გავაკეთეთ ახლა ყველაფრის ძალიან საინტერესოა და აი ძალიან ჩვეულებრივად ცხება. ჩვეულებრივად ცხება, კი, ფორმას აძლევენ და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად საინტერესოა. შემდეგში ეგ მოვამზადოთ. კი ბატონო. ანანო, ესე იგი, სანამ იტალიაში წავუდგეთ და ქარხის დასათვალიერებლად, მანამდე მოვამზადოთ პიცა ნიუ-იორკის ცომი. კი ბატონო, მოგაწოდოთ ეს აქტივდება, ხელსახოცი რომ მომაწოდო. ან კიდე დიდი მადლობა და შემდეგ უკვე თუ გინდა. აქვე სანამ დამავიწყდა, მინდა რომ ჩვენი მაყურებელი გავახარო და ერთი მთავარი აქცია ვახსენო, რომელიც წინა საახალწლოდ რომელსაც გვგებმოთ წინა საახალწლოდ, ჩვენ გვექნება 15%-იანი ფასდაკლება სრულ კოლექციაზე, რაც ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაახარეს. ძალიან საინტერესოა. ანუ უნდა ვესტუმრო კოინგაზას. ანუ ინფორმაციაც ამ კონკრეტულ ერთი დღიანი აქცია იქნება. ამ დღის შესახებ დაიდება ჩვენი Facebook-ის გვერდზე, ასე რომ შევამბრძანდით, მოიწონეთ ჩვენი გვერდი და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანს ეხლა ძალიან გაუხარდა და ესტუმრება წინა საახალწლოს თქვენს მაღაზიებს და შეიძენ ძალიან ბევრ საინტერესო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიან პროდუქტს. კარგით, მოდი ეს ცოტა ხე ჩვენ გადავდოთ. გემოვნებიანს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კი, მე ვაღვნიშნე გემოვნებასთან დაკავშირებით, მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია გემოვნებიანი პროდუქტი. კონკრეტულად, მაგალითად, ჭურჭელი. ეს მოდი ანანო, გამიხსენე ამას ცოტა დრო ხნით გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ ამდენი არ დაგჭირდებათ, არ დავახვიოთ და შემდეგ კიდე გამოვიყენოთ. ეს შეგიძლიათ მათ ვარ შეენახო და უპრობლემოდ გამოიყენოთ, როცა თქვენ გაგიხარდებით. ეხლა უკვე დრო დადგა იმისთვის, რომ ნიუ-იორკის ცომს მივცეთ ფორმა. ძეხვის ფორმა აღვნიშნე მე. რაც შეიძლება თხელი იყოს, რომ ნიუ-იორკი ადვილად იხარშება და მოზრდილი თუ გამოგვივიდა არ არის კარგი. ამიტომ ვეცადოთ, რომ მივცეთ გავაწვრილოთ უფრო და შემდეგ უკვე უნდა დავჭრათ. ეხლა მე ქვილი დამჭირდება ცოტა. შევინახე ქვილი. ანუ ცოტა მოზრდილი შეიძლება ჩაიშალოს თუ რა მოუვიდეს. მოზრდილი რომ მოიხარშება ვიზუალურად იქნება ესეთი ცოტა შეუხედავი, ასე რომ ჯობია რომ აი ესეთი ძეხვის ფორმა მივცეთ. აქედან გამოვა დაახლოებით 1 პორცია. ანუ 2. ანუ 2. კი, აი ნახეთ, აი ეს უნდა დავჭრათ, აი. რაღაც აი პილმენის ვიზუალიც ექნება და ძალიან საინტერესო იქნება. ამას მე შემდეგ ერთხელ კიდევ ფილში ამოვავლებთ და უკვე თითქმის მზადაა იმისთვის, რომ მოვათავსოთ. და მართლაც ძალიან გემრიელია. კი, ძალიან გემრიელია. აი ცოტა კიდევ ფქვილი ზემოდან ამოურიოთ და ნიუ-იორკი უკვე მზადაა. ეხლა თავარია წყალი ადუღდეს, ჩვენი ბულიონი, რომელიც ბულიონი დავარქვით, იმიტომ კარტოფილ ნახარშია წყალი, რომელიც მე არ გადავა. მარილი ყრია უკვე თავიდან. კი, კარტოფილი მოვხარში, რა თქმა უნდა. და ეხლა უკვე უნდა მოვათავსოთ ნიუ-იორკი წყალში. ადუღებული წყალია. აი ეს მაინც ხელით გავაკეთოთ მოძრაობა. ახლა როგორ ვაკეთებ? 2, 3. შეგვიძლია. როგორც კი ამოტივტივდება ნიუ-იორკი, ჩათვალეთ რომ უკვე მზად არის. ანუ რამდენი ულუფა 2 კარგი ულუფა გამოგვივიდა. რაც შეეხება 15%-იან ფასდაკლებას, აღტოვანებული ვარ და აუცილებლად უნდა გესტუმროთ. აუცილებლად. წინასწარ უნდა გადამინახოთ რაღაც ნივთები. და ჩათვალეთ რომ თქვენი ძალიან ხშირი სტუმარი ვარ მე. და ყოველთვის გესტუმრებით, ყოველთვის, როდესაც საშუალება მექნება რომ დროის ფაქტორიდან გამომდინარე მოვიდე, იმიტომ რომ მე შეიძლება არ მოვიდე, არ ვიყიდე, მაგრამ დავდივარ ექსკურსიაზე, ხო, ვათვალიერებ. კი, მიყვარს გავს მაღაზიებში ახალი კოლექციები როგორ იქნება? შეგიძლიათ მოხვიდეთ. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი მოდის მართლაც დასათვალიერებლად უბრალოდ ახალი კოლექცია. კი, იმიტომ რომ ყიდვას არ აპირებს, მაგრამ ეს შემოდიან და ამბობენ რომ აი აქ რომ მოვდივარ, სახლში მივდივარ კმაყოფილი, იმიტომ რომ აი სილამაზეები. სილამაზე. ერთი ნიუანსიცაა ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში საქართველოს მაღაზიებში აი რაღაც გონიათ რომ გამყიდველები ხვდებიან რომ ადამიანი რომელიც შემოდის ის არ არის მყიდველი. და რაღაც ზედმეტ ყურადღებას არ აქცევენ. თქვენს მაღაზიებში ესე არ არის. პირიქით აი კონსულტანტები მოდიან და იმდენ ინფორმაციას გაძლევენ რომ აი წარმოუდგენელია და ამიტომ მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ მიბრძანდეთ კოინკაზაში რომ ხარისთან ერთად დაგხვდებოთ კარგი კონსულტანტები, რომელიც შევას მოგცემენ ძალიან საინტერესო. საუკეთესო ნამდვილად. ასევე დაგხვდებათ საახალწლო ძალიან ლამაზი ნაძვის ხეები. თავისი ულამაზესი სათამაშოებით. კი ბატონო. და ესეთ შემთხვევაც ყოფილა, რომ ეხლა
გქონდა ეს შემთხვევა, რომ ნაძვის ხე გაიყიდა თავისი მთელი მორთულობით. კი, და ესე გთხოვს, რომ ესე პირდაპირ შეგვეფუთა ეს ნაძვის ხე და ძალიან საინტერესოა, ანუ ზედმეტი ფიქრი აღარ უწევს მოკალაკეს შეუძლია მივიდეს და აირჩიოს უკვე. კარგი, ჩვენი ეს მზად არის უკვე მიოკი, რომელიც შეგვიძლია უკვე მოვათავშოთ თებსზე. მანამდე დაგჭირდება რა თქმა უნდა თებში. შენ თუ არ შეწუხდები რომ გამიხსნა, იმიტომ რომ აი პესტო соуსის რო გამიხსნა და მეორე соусის. ახეთ ნიოკი რა გემრიელი და სურნელოვანი. ასეც მიირთმევდი იტალიაში. ნუ ეს უფრო გემრიელი იქნება, რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩვენი მიოკი მზად არის, ერთი ულუფა გამოგვივიდა, კარგი მოზრდილი ულუფა. კი. აქ უნდა დავუმატოთ აუცილებლად ჩვენი соуსი, რომელზედაც ავღნიშნე. აი ესე соуსი. და ცოტა პესტო соуსი, რომელიც აუცილებლად ძალიან მოუხდება. პესტო გარშემო შემო. ესეთი არ გამისინჯავს ნამდვილად ეს соуსებით. ძალიან გემრიელი გამოგვივიდა მე მგონი. კი. არომატი არის სასწაული. კი ბატონო. აი, აქ მოვათავსოთ ჩვენი რა ქვია? მიოკი. ცოტა აურზაურია და არეულობა მაგიდაზე, მაგრამ ცომეულს ოდესაც სამზადებ ვერ გაიქცევი, ბევრ ფქვილსა და ბევრ ემოციას, ასე რომ მიოკი მზად არის, რომელიც მე და ანანო მოვამზადეთ, რომელიც კოინკაზას წარმომადგენელი გახლავთ და მე დაგემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ იგივე დროს, იგივე აღრზე, იგივე წამყვანით, ანუ ჩემით დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, განსხვავებული რეცეპტით და განსხვავებული სტუმრით, ასე რომ ეს სტუმრეთ ეს თელი გადაცემა ეძღვნებოდა კოინკაზას სიკეთეებს და ასე რომ გაიმგზავრეთ კოინკაზას, შეიძინეთ მაღალხარისხიანი პროდუქტები. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით თქვენ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნახვამდის. ნახვამდის.